ჩვენი ბებო-ბაბუების. ეს არის მოსასვენებელი დარბაზი. ყავს 12 ბენეფიციარი. 4 მამაკაცი და 8 ქალბატონი. ქალბატონი ციცინო. აქ ზოგჯერ დაბადების დღის იმას აქ მაგიდებს აქ გავშვით, ტორტი აქ არის და მოკლედ ჩვენი ისა ხონისათნოების სახლი. სამედიცინო კუთხე, თითოეული ბენეფიციარის კონტეინერი და აი აქედან იმართება ამათი ჯამი. ეს ადამიანები ხონისათნოების სახლის მუდმივი მაცხოვრებლები არიან. სათნოების სახლი მუნიციპალიტეტში 1998 წელს გაიხსნა. როგორც მისი ხელმძღვანელი თამარ გენზეხაძე გვიყვება, ენთუზიაზმითა და გამოწვევებით დაწყებული საქმე ნელ-ნელა განვითარდა. უამრავი გამოწვევისა და წინააღმდეგობის მიუხედავად სათნოების სახლი ამ ეტაპზე კვების პროგრამით 150-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს, ხოლო 2022 წლიდან ხანდაზმულთა პანსიონატით შეემატა და ამ დროისთვის დაწესებულება 12 ასაკოვანი პირისთვის მუდმივ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. სრულყოფილი მომსახურება, მარტო კვება და ჰიგიენა არ იყოს საკმარისი, ამოხუცებს უფრო ფართე მასშტაბის მომსახურება ჭირდებოდათ. და სადღაც უკვე 1-10 წლის უკან დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ხანდაზმულთა პანსიონატი გაგვეკეთებინა. ნაბიჯ მოვედით აქამდეც და 2022 წლიდან 1 მარტიდან უკვე აი ეს ხანდაზმულთა პანსიონატი ფუნქციონირებს. პირველად 9 ბენეფიციარზე დავიწყეთ ფუნქციონირება, შემდეგ ლიმიტი გავზარდეთ და ამჟამად 12 ბენეფიციარი ყავს ხანდაზმულთა საცხოვრისში. ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ზოგს ოჯახი საერთოდ არ აყავს. ზოგი კიდე ოჯახისგან ასე ვთქვათ, ცოტა მსუბუქად მინდა რომ ვთქვა, უარყოფილია და ამ ადამიანებს სჭირდებათ სახელმწიფოსგან ზრუნვა. ხონისათნოების სახლში არსებული პანსიონატი აქ მაცხოვრებელთათვის სახლია, სადაც ზოგიერთი უკვე წლებია ცხოვრობს. ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი ქალბატონი ნელიკოა, რომელიც ოქტომბერში 99 წლის გახდა. მოვიდი აბაში საიმდენ ვარ და ჩამოვედი ჩემდასთან. Regargi kali khadeda. Kai khad. Ini diri mejeri. Me var Sakartveloshi pirveli mungherali. Rusetsi da sadavqofeli var. Ახლა დაუბერდი უკვე. არ გვაკლია გოჭის ხორცი და არ გვაკლია იგი ურდღელი ხო და კამილეულობა ბევრი და კმილი დასწავლები 3 წელიწადია აქა ვარ თამრიკოსგან 3 სიტყვა არ მახსოვს გლახ ეს ბელადი ხალია ბელადი დედა არა იმისანე ზოგიერთისთვის როგორც ეს ხალია ჩვენთვის ამდენ შვილებს ზის და უვლის დასავლეთი ვარ დასავლეთელი ბრძანდებით ლეჩხუმლები აგერ გურული არის აგერ სულიკედან რუსული გვარის არის მე ხუმრობით ვეუბნები შენ დაჭერდი ხარ პატევი უნდა გწეწა ის პირველი გვეცინება და ასე ხუმრობაში გავგა დილა ბედნიერი თენდება შვადღე საღამო ასე თემრიელი საღამოთი გისწურებ თქვენ კარგად დადებოდეთ გაიხარეთ მე ვარ ფრივი და ვერ გავზელი სახე და მოვიდი აქეთ ესეთი და შემეწყი აქ ყველანაირად კარგად ამას სულ ვამბობ და ვფიქრობ რომ რითი უნდა დაიმსახურო ამ გენს პატრიცემა მე რომ ამ ხელა პატრიცემენ მე ყველა კაია ამხანაგობა კაია მეგობრობა კაია სიყვარული კაია და ყველაფერი კაია საჭველის კაია გართობაც კაია ყველანაირად გაგიგებს იკეთებოდა ყველაფერი თითქმის საჭირო ადამიანისთვის მე რა უნდა ვთქვა მე მოვლით
დედაჩემი რო იყო ცოცხალი ისინი ყველა განურჩევან ერთია თანამშრომლები ყველა ფეხზე დგას ყველას ერთნაირად ექცევიან ყველა მერიპირები არაფერი გადამეტებული არ არის ამ ნათქვამში სამედიცინო მომსახურება, 4-ჯერად იკვება, ჰიგიენური პირობების დაცვა. პანსიონატში ყველა ის პირობაა უზრუნველყოფილი, რაც ხანდაზმულ ბენეფიციარებს ესაჭიროებად. გარდა ამისა, სათნოების სახლი, როგორც აღვნიშნეთ, 150-მდე ადამიანს უზრუნველყოფს კვებითი მომსახურებით და მრავალფეროვანი მენიუთი. კორონას მერე სადიმოვდნენ და მერე თამარ გენძეხაძე მსგავსი დაწესებულებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, საომავლოდ დაგეგმილია პანსიონატის გაფართოებაც, თუმცა ამისათვის ფინანსების მოზიდვაა საჭირო. ჯერ მოხუცი ცხოვრობდეს ისეთ გარემოში არ იყოს მარტო. ზრუნავდნენ, რეჟიმში კონდეთ ყველა მიმართულებით მისთვის საჭირო მოთხოვნილებები. ეს იქნება კვება, ეს იქნება დაბანვა, ექიმის მომსახურება, მედიკამენტის მიღება, თუ რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს. გართობა, ყველაფერი, ცოტა უნარების შენარჩუნება, განვითარება და ასე შემდეგ. აი აუცილებელია რომ ადამიანებში არ იყოს სტიგმა ასეთი სახლების არსებობის, მათი ოჯახის წევრის წაყვანის, ყველას ყურადღების სამიზნე უნდა იყოს ასეთი სახლების არსებობა და ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს, რომ ამ სახლებში მოხუცები უკეთესად გრძნობდნენ თავს. არა მარტო ჩვენი მომსახურეობით, არამედ ოჯახის წევრებისგანაც, რომ ეს ასეთი სახლი საჭიროა, ზოგჯერ ოჯახის წევრი ვერ ახერხებს, არ შეუძლია, მან უნდა წავიდეს იმუშაოს და მოხუცის დატოვება სახლში ნამდვილადია ის ასეთი ზრუნველობის ქვეშ ცხოვრობს. აქ ჩვენი ინფრასტრუქტურა მხოლოდ 12 ბენეფიციარის ყოლის საშუალებას გვაძლევს, თუმცა ეს სახელმწიფო პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ 24-მდე ბენეფიციარი გვყავდეს. ამის რესურსი გვაქვს, ანუ გულისხმობ პირველ რიგში ფართს, მაგრამ ეს ინფრასტრუქტურა მოწყობილი უნდა იყოს იმისთვის, რომ ბენეფიციარები მივიღოთ. არის რაღაც წინწადული ნაბიჯები, დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე ფიქრი, რამდენიმე ოთახი უკვე შეკეთებულია, თუმცა არ არის მცირე მასშტაბის პრობლემა არ არის. საკმაოდ ისეთი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და სავარაუდოდ შევძლებთ 24 ბენეფიციარამდე გავიზარდოთ. მართლა და გულწრფელი მადლობა უთხრა ყველას. დაწყებული ამ ადამიანებით, ვისაც პატარა წვლილი შეუტანია, პატარა პროგრამა გაუკეთებია ჩვენს სახლში და ჩვენი მოხუცებისთვის თუნდაც 1 საათი გაულამაზებია. უდიდესი მადლობა და ბოლოს მინდა ჩემი თანამშრომლების მიმართაც გამოვხატო უზარმაზარი მადლობა, უდიდესი მადლობა. ეს ხალხი, აი ძალიან ისეთი ჩემთვის გულთან ახლო სიტყვა მაქვს ამ ბოლო დროს აკვიატებული, რომ თითოეულ მათგანზე მარტა, მაკა, მაიკო, მარიეტა ჩვენი რჩეულებია, იმიტომ რომ სათნოების სახლის რჩეული ხალხია, ასეთ საშურ, ჰუმანურ საქმეს აკეთებენ და ბებო-ბაბუების სული, გული და მაშველი რგოლი არიან. როგორც აღვნიშნეთ, სათნოების სახლმა ხონში 1998 წელს დაიწყო ოფიციალურად ფუნქციონირება და მის მიზანს გამორჩეულად ემსახურება იმ ადამიანების სამსახურში, რომელსაც დახმარება და სითბო ყველაზე მეტად ჭირდება.